მაშასე ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენ დავით ფაცაციას და თამთა შამათავას ერთიანი საქართველოსთვის და ახალი საქართველო. მოდი დავიწყოთ ბატონო დავით, თქვენ რა სიტყვით რა ხდება ქვეყანაში? ქვეყნის პირველი პირები, სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების პირველი პირები, როცა აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, რა არის, რა ხდება ქვეყანაში? მე ვიტყოდი რომ ძალიან ძიმე ვითარება გვაქვს ქვეყანაში, მე ვიტყოდი რომ ძალიან ძიმე რეალობასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ერთის მხრივ პროცესი მიდის იმ სცენარით, რაც ყველაზე მეტად აწყობს ნაციონალურ მოძრაობას, პროცესი მიდის იმ ვითარებით, რაც ყველაზე მეტად აწყობს ჩვენს, ესე ვთქვათ, არაკეთილის მოსურნელს, ჩვენს წრებს. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია უკვე სამწუხაროდ ხელისუფლებაში და პოლიტიკურ ძალებში უმრავლესად, არც მორალი, არც ზნეობა, არც ღირსება, იმიტომ რომ თავარი ამოსავალი გახდა ერთის მხრივ მოგება ნებისმიერი გზით. და მეორეს მხრივ, ესე ვთქვათ, თანაკოჰაბიტაცია თუ თანაცხოვრება ისეთ ძალებთან და ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ან ფინანსურ სარგებელს მოგიტანენ, ან პოლიტიკურ სარგებელს. მე გულისხმობ იმას, რომ განცხადებები, რომელსაც აკეთებს მაგალითად პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში რეალობასთან იყო. მე მახსოვს ის, რა ხდებოდა სასამართლოებში, ქართულ სასამართლოებში. მე კარგად ვიცი რა მეხებოდა და როგორი სამართალი იყო ჩემს მიმართ სასამართლოებში. მე კარგად მახსოვს როგორ ასამართლებდნენ გვირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილის. მე კარგად მახსოვს ის რეალობა ტელეფონებს როგორ აწვდიდნენ მოსამართლეებს და როგორ აშინებდნენ, ატერორებდნენ და როგორ იქმნებოდა საერთოდ სამოსამართლეო სისტემა და ასე შემდეგ. და მისი ერთ-ერთი მთავარი აქტორი და შემსრულებელი იყო სწორედ ეს პაპუაშვილი, რომელიც ცხოვრობს ნაყაჩაღარ სახლში, ნაკურდალ სახლში, რომელიც მას ერთლარად აჩუქა სააკაშვილმა. მან დღესაც კარგად იცის ვის სახლში ცხოვრობს. მაგრამ ამის და მიუხედავად ის მაინც ეგრეთ წოდებული სამართლიანობის ყველაზე მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს. ეს არის ამორალური და ეს არის ყოვლად მიუღებელი რეალობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვეჯახებით და სამწუხაროდ ჩემი უბედურება და ჩვენი უბედურება, ჩემი როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი ვიგულისხმება ახალგაზრდული მმართველების განსაკუთრებით, რომელმაც პროცესი მივიყვანეთ გამარჯვებისთვის და ამოსავალი იყო სამართლიანობა ქვეყანაში და იმ ადამიანებისთვის შესაბამისი და შესაფერისი გარემო შექმნა, მაგალითად დამნაშავისთვის ციხე, მაგალითად წესიერი ადამიანისთვის დაწინაურება სამსახური, მაგალითად ნაკლებად დამნაშავისთვის პატიება და გარიდება პოლიტიკიდან. სინამდვილეში საქმე გვაქვს სულ სხვა რაღაცასთან. დამნაშავეები დაწინაურდნენ, დამნაშავეები დღეს კიდევ უფრო უკეთესად არიან, ვიდრე იყვნენ მანამდე და ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ქართული ოცნების იდეის მთავარი შინაარსით იყვნენ განსხვავებულები, არათუ ქართული ოცნების ოცნება არ გამართა, არამედ ნაციონალური მოძრაობის ოცნება ახლდა. კარგით, ამას თავარი ეს ადამიანები გარიყულები არიან საერთო პროცესისგან და აი ამ რეალობაში პაპუაშვილი გამოდის და დღეს მორალის და ესე თქვა მადლობა, მე გავშლი ამ თემას მოგვიანებით, მინდა ეხლა თამთა შამათავას გადავწე სიტყვა უბრალოდ დამიკონკრეტეთ, ანუ თქვენ არ გჯერათ გიორგი პაპუაშვილის მე გიორგი პაპუაშვილის არანაირ განცხადებას არ დავიჯერებ, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩემთვის სასახოვნად არის დამნაშავე, რომელიც ცხოვრობს ნაკურდალ ნაკაჩაღარ სახლში. თამთა, თქვენ თუ გჯერათ ამ განცხადებების და როგორ შეფასებას მისცემთ, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ასეთი პირები აკეთებენ განცხადებას შანტაჟზე, ზეწოლაზე, მუქარაზე? მოგესალმებით, ქალბატონო ინგა. მოგესალმებით. ჯერ არ მჯერაზე სანამ ვისაუბრებ, თავისთავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე როცა გამოდის და ამბობს, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა, როდესაც გამოდის ქვეყნის პრეზიდენტი და ამბობს იგივე, როცა მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ზეწოლა, ეს უკვე არის საგანგაშო, როცა ამას ისმენს. ეს არ არის სახელმწიფოებრიობანას თამაში, ეს არის სახელმწიფო და როცა მისი პრეზიდენტი ამას ამბობს, სასამართლოს თავმჯდომარე ამას ამბობს, უკვე არის საგანგაშო და ეხლა ბატონ დავით ჯერა თუ მე მჯერა თუ არ მჯერა, ეს არ არის თემა. მე პირადად სუბიექტურად რო ვთქვა, მჯერა, დიახ, იმიტომ რომ ცხადია, რაც ხდება სასამართლოებში, რაც ხდებოდა, ჩვენ წლების განმავლობაში ვერ გამოვედით აი ამ სიტუაციიდან, ვერ წინა ხელისუფლებამ, ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ვერ შეიცვალა სასამართლოს სტრუქტურა, სისტემა, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. იყო მცდელობები თუ არ იყო, ეს კიდე ცალკე საკითხია, ნება იყო თუ არა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლეების წასვლა წამოსვლით, სახელების და გვარების შეცვლით თუ სისტემა არ შეიცვალა, არაფერი არ შეიცვლება რეალურად. დიახ, სასამართლო ნამდვილად არის პოლიტიზირებული და მე ეჭვს მიჩენს ეს გარემოება და ის ვითარება, სადაც ცხოვრობ და რაც ხდება ყოველდღიურობაში, რომ მიჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ ის ფაქტები, რასაც ისაუბრა პაპუაშვილმა და რაც მიაწოდა პრეზიდენტს და ალბათ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, იმიტომ რომ მაღალი ინტერესია ამ საქმის მიმართ, რომ ეს ნამდვილად ხდება მოსამართლეების ზეწოლა, მით უმეტეს ჩვენ ხედავთ თუ რა ხდება რუსთავი ორი საქმის მიმართებაში და მე მაგ გონივრული
ეჭვი, რომ შეიძლება ეს იყოს რუსთავი ორის მოსამართლეებზე იყოს აქ საუბარი. ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან საგანგაშო, მით უმეტეს არჩევნებამდე დარჩენილია სულ რაღაც 2-3 თვე, როცა ყველაფერი შედის გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც ჩვენი პარტნიორები გვიყურებენ ძალიან გაფაციცებით, ეს ყველაფერი არის მინიმუმ დამაზიანებელი და ამ დროს ჩვენ დაკავებულები ვართ ერთმანეთის ლანძღვით, მაშინ როდესაც NDI-ის კვლევებსაც მინდა შევეხო. კი, NDI-ის კვლევებზე გადავალთ თამთა, ანუ ჩვენ მინდა რომ ჯერ ვისაუბროთ აი იმ განცხადებებზე, რომელიც მეტად სკანდალური აღმოჩნდა. მაშინ დავძენ თუ შეიძლება და ბატონ აი ეს დამოკიდებულება რომ როგორ გაბედა ქვეყნის პრეზიდენტმა როგორ გამოვიდა და როგორ იკეკუცა და ისაუბრა უკაცრავად, მაგრამ როცა ფაქტი ხდება, უნდა ითქვას, დაუყოვნებლივ უნდა ეთქვა პრეზიდენტს და უნდა დაიწყოს გამოძიება დაუყოვნებლივ, თუმცა ეს გამოძიება როგორ განვითარდება, მე დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ არაერთხელ გვინახავს დაწყებული გამოძიებები და მე არაადეკვატურად დასრულებული შედეგი. მაგრამ ფაქტია რომ ის როგორ გაბედა პრეზიდენტმა ეს რიტორიკა და ვორდინგს სასაცილოა ჩემი. კარგი, ბატონო დავით, რას გავიგეთ დაუშვათ გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება, რას იტყვით, როცა ქვეყნის პირველი პირი, ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს ზუსტად იგივე თემაზე, ეს რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს ქვეყნისთვის? Ну, მე ცალსახად ვიტყვი, როცა პრეზიდენტი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს რეაგირების საგანი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ძიების საგანი, თუმცა ძალიან ცუდია ის, რომ გარკვეულწილად და მნიშვნელოვანწილად სწორედ ეს საგანი, ესე ვთქვათ, და ეს თემა გახდა ნაციონალური მოძრაობისთვის ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო ზრუნვის საგანი. განსაკუთრებით გიორგი პაპუაშვილის მიერ წამოწეული, რომელსაც აყვა ძალიან ბევრი ისეთი პირი, რომელიც ჩემთვის არ წარმოადგენს არც ავტორიტეტს, არ წარმოადგენს არც სამართლის მაგალითს. მათ შორის პრეზიდენტსაც გულისხმობ? სამწუხარო რეალობა ის არის, რომ პრეზიდენტი ალბათ ძევალიც არის იმ გარემოების, რასაც არის მისი გარემოცვა, გარკვეულწილად გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც დაახლოებული იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან. ის ცდილობს გარკვეულად ბალანსის როლი შეიკავოს და თქვა ბალანსის როლი იქონიოს, თუმცა სამწუხაროდ ეს არის ძალიან საინტერესო ნაციონალურ მოძრაობის თამაში, რომელიც ჩემთვის ყოველად მიუღებელია, იმიტომ რომ გიორგი პაპუაშვილი გამოთქმას ვიხმარ, ანუ პაპუაშვილის ფეხის ხმას აყვა პრეზიდენტი. სწორედ აი ასეთი ეჭვი გაქვთ რომ შეიძლება ის თამაშობდეს ოპოზიციის თამაშს. ეჭვი მაქვს რომ ეს არის ძალიან ცოტა დიდი თამაში, რომელსაც არა მარტო გიორგი პაპუაშვილი, არამედ სხვები არიან სხვა შორის ორგანიზატორები, რომელსაც აყოლილი. ნუ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგალითად სააკაშვილი, რომელიც ზის ოდესაში და თვითონ იქ ადგილს ვერ პოულობს უკვე. ალბათ გასახსევად ემზადება იქიდან. ჩაება ამას ამბობთ? მე არ მინდა ასე დავიჯერო ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და მე იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი იქნება ადეკვატური. თქვენ რა სიტყვით, თამთა არის ეს ოპოზიციის თამაში თუ ეს იყო ის გარდაუვალი აუცილებლობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა პრეზიდენტი, თუ იყო ფაქტი სხვა შორის ეხლა მითხრა პროდიუსერმა რომ პროკურატურაში დასრულდა პრეზიდენტის ოჯახის წევრის მისი სიძის გამოკითხვა და ჩვენი ჟურნალისტი ცოტა ხანში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაცია. მე პოლიტიკურ სპეკულაციებს ვერ დავიწყებ და ვერ ვიტყვი რომ ეს ნაციონალების თამაშია თუ პრეზიდენტი ვის ფეხის ხმას აყვა, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი ის, რაც მან განაცხადა და ეს დადასტურდება ალბათ კონკრეტული ფაქტებით და მე ვამბობ კიდევ ერთხელ რომ დიახ, პრეზიდენტს ეს უნდა ეთქვა, ვის ინტერესს ემსახურება, არა, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება, ვისი ინტერესი დგას ამის უკან, ეს მეორე საკითხია, თუმცა ფაქტია რომ სასამართლო ნამდვილად არის ეწოლის ქვეშ, მოსამართლეები ნამდვილად არიან და ეს ფაქტია ვიძახი, იმიტომ რომ ეს ფაქტები წარუდგინა პაპუაშვილმა და სხვათაშორის პაპუაშვილის მიერ განცხადება, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ეს რამდენიმე თვის წინათაც განაცხადა, მან მსგავსი განცხადება გააკეთა, თუმცა მე არ მახსოვს რამე რეაგირება მოყოლოდა და რამე კონკრეტული შედეგი, თქვათ, საჯაროდ დადებულიყო. ამიტომ იმედს გამოვთქვა, რომ აი ამ პოლიტიკური კეკულცებების და სპეკულაციების გარეშე გამოვლინდება, გამომჟღავნდება ყველაფერი და სახელმწიფო დაემკვანება სახელმწიფოს და ინსტიტუციების პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც გამოდის პოლიტიკოსები, გამოდიან და პრეზიდენტზე კი არ ვიცავ, მარგველაშვილიც ადვოკატად არ გამოვდგებით, მაგრამ ეს არის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ამირჩევია, მაგრამ ქართულმა ხალხმა ირჩია, ამ შემთხვევაში ვიძახი ოცნების წარდგენილი იყო და ამიტომ უსვამ ხაზს და მე მოვითხოვ როგორც ქვეყნის მოქალაქე, რომ პატივისცეთ ინსტიტუციას, პრეზიდენტს, სასამართლოს თავმჯდომარეს და ასე შემდეგ. არ შეიძლება ესეთი საუბარი, იმიტომ რომ ეს აზიანებს ქვეყნის იმის პირველი. მაშინ როცა ესეთი ტიპის განცხადებები კეთდება, ბატონო დავით, ძალიან საინტერესოა, რომ კარს არის მომდგარი არჩევნები და ჩვენთვის დღეს NDI-ის კვლევები გახდა, მორიგი კვლევები ცნობილი, სადაც
ნომერ პირველი ადგილები უჭირავს უმუშევრობას და უჭირავს სიღარიბეს. როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი რეალური ფონი მოსახლეობის გაჭირვება და ამ დროს ეს პოლიტიკური არ ვიცი მე შოუ გნებავთ უწოდოთ პოლიტიკური დაპირისპირება სანახაობა რასაც უყურებს ამ უმრჩეველი რა შანსებს უტოვებს ხელისუფლებას სამწუხაროდ მე გავაგრძელებ ჩემს წინანათქვამს რომ ეს არის ძალიან მძიმე ვითარება ნამდვილად ადამიანები გაჭირვებულები არიან ნამდვილად ადამიანების უმრავლესობა ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია მიუხედავად იმისა რომ ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა ამ მიმართულებით ჯანდაცვის პროგრამით, სოფლის მეურნეობის პროგრამით, განათლების პროგრამით, დევნილთა ბინადრჩენილობის პროგრამით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც არის საზოგადოების კეთილდღეობა და ხალხის კეთილდღეობა. ყველაზე მთავარი ამოსავალი არის სამუშაო ადგილები, ყველაზე მთავარი ეს არის ადამიანებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნა. სახელმწიფო შენდება სამართალზე. ძალიან ბევრი ბიზნესმენი, მათ შორის ძალიან ბევრს თქვენც იცნობთ პირადად, რომელსაც ათეულობით ქონება, მილიონის ქონება ჩამოართვეს, ათეულობით მილიონის ქონება გაუნადგურეს. მათ შორის ბევრი ის ადამიანი ქიბარ ხალვაში, რომელსაც დაუწვეს, მაგალითად რუსთავიორის მეპატრონეები, აქიმიძე და დვალი, რომელსაც ჩამოართვეს და დღეს ქიბარ ხალვაში დაუწვეს. ასეთი ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი და პროცესი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში და არა იმ ადამიანების მიერ, მაგალითად კეზერაშვილი ან სხვები, რომლებსაც ნაყაჩაღარზე შექმნეს თავიანთი ქონება და ეს ქონება აიღეს და გაიტანეს სახელმწიფოსგან და დღეს ახმარენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას. სამართლიანობის გარეშე ვერ აშენდება ქვეყანა, სამართლიანობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ საზოგადოების და ხალხის კეთილდღეობას და განსაკუთრებით ბიზნესმენების გაძლიერებას, სამართლიანობის გარეშე ვერ იქნება დასაქმებული მოსახლეობა და სამართლიანობის გარეშე ჩვენ ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩემთვის ძალიან სამწუხარო ის არის, რომ დღეს სოციალური საკითხი არის პირველი და მეორე არა და მესამე არის ტერიტორიული მთლიანობა. ეს კიდევ ის შემთხვევა, როცა ხუთეულში მოხდა ბოლო კვლევებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთოდ აღარ იკითხებოდა. მე ვიყავი ბატონ თამაზ მეჭიაურთან ერთად გორის მიმდებარე ტერიტორიის კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ვნახეთ და შევხვდეთ გლეხებს იმ ადამიანებს რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აი ეს პრობლემატიკა აღქმული და ესე ვთქვათ შეგრძნობილი სრულფასოვნად მათთვის ყველაზე მთავარი არის ერთის მხრივ მათთვის შეიქმნას მშვიდობიანი გარემო მოხერხდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რაც ყველაზე მთავარია სამართლიანობა გლეხი რომელიც ქუჩაშია თუ ყანაშია ადამიანი რომელიც ბინაშია თუ სახლშია მისთვის ეს პრინციპულად როგორც ჰაერი არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თუ ადამიანმა იგრძნო რომ უსამართლობა მის ირგვლივ ტრიალებს როგორც ძალადობა მათ შორის გულისხმობ იმ ადამიანებს პაპუაშვილს და სხვებს რომლებიც დღეს წარმოადგენენ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ შტოებს და მთავარ ძალას ეს არის უბედურება იმიტომ რომ ეს ადამიანები დღესაც ბედავენ მორალის საკითხვას ისე როგორც გიგა ბოკერია და სხვები რომლებიც დანაშაულში არიან მხილებულები სულხან მოლაშვილი არაერთხელ ამბობდა რომ ეს ადამიანები იყვნენ მწამებლები პირადად მისი და მისი სიცოცხლე შეეწირა ამას მაგრამ ეს ადამიანები დღესაც დაუჯელები დადიან და დღესაც ბედავენ მადლობა ბატონო დავით დაგიბრუნდები თქვენი შეფასება ანუ მთავარი პრობლემა სიღარიბე უმუშევრობა და ჩვენ როგორც ხვდები არჩევნებამდე მივალთ ალბათ ამ რეჟიმით აი ამ ურთიერთ დამცირების ლაფის შესხმის ალკოჰოლის დოზის გარჩევის და ასე შემდეგ ნამდვილად ჩვენ ყველანი ცხოვრობთ საქართველოში და ვხედავთ რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. თუნდაც ციფრებით რო ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, კვლევებს რო დავეყნობით, შემცირებულია ექსპორტი, დევალვირებულია ლარი, ყველა ვხედავთ ამას და მომატებულია ფასები. გარდა ამისა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრის ფონზე მთავრობის წევრები იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევიან სამწუხაროდ, რომ ამ ყველაფრის ფონზე თუნდაც 2016 წლის ბიუჯეტში იზრდება 400 მილიონით ადმინისტრაციული ხარჯი. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ამას იმის მოსვამ ხას რომ არ არის ნება რომ აი ამ მიმართულებით განხორციელდეს რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას იმიტომ რომ არაერთხელ მოგვისმენია ქამრების შემოჭერის პოლიტიკა თუმცა ისევ და ისევ აცხადებ რომ მარტო მერიაში 100 მილიონამდე პრემია დანამატებშია გაწერილი და გახარჯული მერიის სამსახურებში ანუ მე განა იმას ვამბობ რომ პრემია დანამატები არ უნდა აიღონ ადამიანებმა რაში იღებენ გააჩნია ხო ანუ რას აკეთებენ საიმისროსო ეს გააკეთონ გარდა ამისა მაშინ როდესაც ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ათასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს უფრო ზუსტად 120,000-ზე მეც მოუხსნეს სოციალური სტატუსი და დატოვეს აი ამ დახმარების გარეშე. ანუ სამაგიეროდ ამ ყველაფრის ფონზე ძალიან წარმატებით, დიდი შემართებით, დიდი ენერგიით და მუხტით მიმართულები არიან ერთმანეთის ცემატყებისკენ, ბინებისკენ, ლანძღვისკენ და ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ხომ არ გონიათ რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ვცხოვრობთ მშვიდობიან ქვეყანაში ამ ყველაფრის სოციალურ პრობლემებს რო თავი დავანებოთ. რამდენიმე დღის წინ მე მგონი გუშინ იყო, როდესაც
ოკუპირებულ ტერიტორიასთან წრეების გადაცემის მცდელობა და სასტიკად ნაცემი ამ დროს გამოდიან ვიღაცები ადამიანი. დიახ, ანუ და აი ამ სოციალური პრობლემების თითქოს გადასაფარად არ ვიცი რატო ხდება ეს. გამოდიან ვიღაცები და ამბობენ კიდევ რეფერენდუმის საკითხებს აყენებენ და აი რუსეთ საქართველოს ურთიერთობა საით უნდა წავიდეთ. მაშინ როდესაც ხდება მსგავსი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რა მინდა ამით თქვა, მაშინ როდესაც ჩვენ გონია რომ მშვიდობაში ვცხოვრობთ, ომი არ არის მარტო ტანკებით და იარაღებით დგომა. ომი არის ის რაც ხდება დღეს ჩვენ ტერიტორიაზე დიახ, თუნდაც ის რაც მოხდა, როცა გრძელდება ცოცავი ოკუპაცია, როცა ჩვენ დაკავებული ვიყავით კორცხელის სცენების დადგმით, სწორედ მაშინ ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე მოგიკლეს გიგა-402. ანუ ეს არ არის მშვიდობა და როცა ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამ დროს ჩვენ დაკავებული ვართ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ზუსტად ამ დროს, როდესაც ეს ბოლო დღეები, ეს ამბები ხდება, მაგალითად თამაზ მეჭიაური იმყოფებოდა რუსეთში, მოსკოვში, მას ჰქონდა იქ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ჩვენ პირდაპირ ეთერშიც ყავდა იგი მოსკოვიდან ჩართვით. რა სიტყვით, რამდენად გამართლებულია ბატონო დავით, აი ეხლა ახსენათ ამ იგივე გიგა-402-ას მკვლობა, თქვენ საუბრობთ დაკარგულ ტერიტორიებზე, რამდენად როგორ ფიქრობთ, როგორ უყურებს ამას ხალხი, როცა ზუსტად აი ამ პერიოდში მაგალითად თქვენი ლიდერი იყო მოსკოვში? მე ვიტყვი ასეთ რამეს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჩემთვის და ყველა ქართველისთვის არის ყველაზე მთავარი ამოსავალი. ამ იდეას ეწირებოდა ასეულობით 1000 ადამიანი და ამ იდეისთვის ჩვენ მოვედით დღევანდლამდე. საჭირო იქნება ეს შეხვედრა მოსკოვში, საჭირო იქნება ბრიუსელში, საჭირო იქნება თეირანში თუ ავღანეთში. ეს შეხვედრა უნდა შედგეს იმისთვის, რომ საქართველოს და სახელმწიფოებრივი ინტერესები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ქართული ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდეს. განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა, რომ ბატონი თამაზის ჩასვლა სწორედ დაემთხვა ის, რომ საქართველოსთვის ესე თქვა რუსეთის ფედერაციის მიერ და გოსდუმის მიერ უნდა მიღებულიყო ემბარგოს ერთ-ერთი კიდევ ხელმეორედ ესე თქვა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ძალიან დამანგრეველი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის. ქართული ეკონომიკის ფათაშორის როგორც ვიცი ეს არის იგორ მოროზოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის ეს იყო პუშკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდებოდა თამაზ მეჭიაური და მის მიერ მოხერხდა ის, რომ ემბარგო ხელახლა არ დაწესდა საქართველოსთვის და ქართული ღვინის ექსპორტი, ქართული პროდუქციის ექსპორტი ხელახლა გაგრძელდება ესე თქვა რუსეთში. ეს არის მნიშვნელოვანი მონოპოლია, რომელიც აინტერესებს და ძალიან მნიშვნელოვანია გლეხებისთვის და გაჭირვებული ადამიანებისთვის. გლეხებისთვის და მე არ გიშლებით ქალბატონ თამთაშორის სალაპარაკო ძალიან ბევრი მაქვს თქვენს პოლიტიკურ ძალაზე უფრო სწორად და მე კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ ხალხი და ქართველები და საქართველო არის მთავარი ამოსავალი. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი რა დავარქვა ამ სახელს, მე უფრო ვიტყოდი რომ სამწუხაროდ არის ნამდვილად სხვა ქვეყანაში და ეს ქვეყანა არის რუსეთი. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შედგება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, მხოლოდ შერიგებისა და ერთმანეთთან დაახლოების გზით. ჩვენ გვინახავს კარასინი აბაშიძის მოლაპარაკებები. ხალბატონო თამთა, მე არ გაწყვეტინებდი და არა, მე მგონი დებატებში შეგიძლიათ დებატებში შევიდეთ, მაგრამ მე ჩემს აზრს მათქვევინეთ და მე შევიდეთ დებატებში. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა თქვენ მიგაჩნიათ ეგრე სპაექრობის თემად, სამწუხაროდ ჩვენ 2008 წელს მივიღეთ რა იყო ეს და რა შედეგი იყო. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება. გადავხედავთ რუსეთის ჩვენ არ გვაქვს ხალბატონო თამთა უფლება რომ დაუშვათ შეცდომები, იმიტომ რომ ჩვენ შეცდომებს ეწირება ათობლობით 1000 ადამიანს. განსაკუთრებით 2006 წელს ერთმა სიტყვამ რომ ტუალეტის წყალსაც კი დალევენო ღვინოს ბოთლში რო ჩაასხავ, აი ამას შეეწირა ათეულობით 1000 ადამიანის სიცოცხლე და ბედი. მადლობა ბატონო დავით, თამთას ვაძლევს სიტყვას და შემდეგ ერთად მოусმინოთ რა ხდება ამ წუთებში პროკურატურასთან და ბოლო კითხვას დავსვამ მე სტუდიაში. რადგან ამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შევეხეთ, მე მინდა აქვე თავიდან ვთქვა, რომ რუსეთზე ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ რუს ხალხზე და რუსერზე, აქ საუბარია რუსულ პოლიტიკაზე, რუსულ იმპერიალისტურ კრემლის საბჭოთა პოლიტიკაზე, რომელსაც ის ატარებს იმ საბჭოთა ქვეყნების მიმართ, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოს და უკრაინის მიმართ და როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ აი მოლაპარაკებები უნდა შედგეს ერთ-ერთზე, ჩვენ ვნახეთ, რომ კარასინი აბაშიძის ფორმატმა არანაირი შედეგი არ მოხდა, გარდა იმისა, რომ ყოველდღე გრძელდებოდა საოკუპაციო ხაზზე ადამიანების გაცეცხლება, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების გადაცემა. რამდენი ემბარგო გახსოვთ რუსული? რამდენი ხდება თუ არა? თქვენ ხო ამბობთ, რომ არანაირი შედეგი არ აქვს აბაშიძე კარასინის. რამდენი ემბარგო
არა აქვს შედეგი. რამდენი ემბარგო გახსოვთ? ერთი წუთი მე თქვას გისმენთ. ხო ამბობთ რომ შედეგი. კი, სამაგიეროდ საფასური არის შედეგი ის რომ ყოველდღიურად იწევს მილიონობით ლიტრი მაგრამ გადის ამის რუსეთში. საფასური დავით არის ესე იგი არის ხომკი. საფასურად ვიხდით ყოველდღიურად გადმოწეულ საზღვარს. გააჩნია ვის საფასურად 2008 წელს უბრალოდ ჩააბარა თქვენმა ლიდერმა. ყოველდღიურად 2008 წელს უბრალოდ ჩააბარა გიორგი ვაშაძემ და მისმა მეგობრებმა. ყოველდღიურად ხედავთ რა ხდება საოკუპაციო ხასთან რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები რომლებიც რუსულ პოლიტიკაზე ასხამენ წყალს და კრემლის მეშჯებით საუბრობენ როდესაც ამბობს ბატონი საქარაიშვილი რომ 300 მეტრი მიწის გამო როგორ შეიძლება რომ რამე ვთქვათ რუსეთზე როგორ შეიძლება ბატონი თქვენი ლიდერი მეჭიაური ამბობს რა გვინდა ნატოს ცნები როდესაც რუსეთი შეიძლება ამან აგრესია გამოიწვიოს და თავს დაგოსას არ გვინდა ნატო და შორს ნატო ჩვენგან და თავი ჩავყოთ ჩირკში და ვიყოთ სირაქლემის პოზიციაში მე გთავაზობთ მოლაპარაკებებს ყველაფერი გააკეთეთ ამ მთავრობამ სამწუხაროდ და საქართველოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზთან ამოსულიყო და იყო ეს ფორმატი სამწუხაროდ მარტო და ერთ წამ დავასრულებ მარტო თქვენ ყველაფერი თქვენ არა პირადად ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დარჩენილიყო დახურულ კარს მიხვდა მხოლოდ კარასინსა და აბაშის შორის მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო აქტორი უნდა იყოს გაერთიანებული საქართველო უნდა იყოს ყველაზე აქტიური მაშინ როდესაც არის ძალიან ხელსაყრელი პირობები იყო რუსეთთან უკრაინის ომი მიმდინარეობდა ძალიან კარგი იყო რომ მაშინ საქართველოს აქტიურად გამოსულიყვნენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და კი არ დამალულიყვნენ იმიტომ რომ რუსეთი არ გაეხიზიანებინათ უკრაინასთან ერთად უნდა დგარიყვნენ უკრაინის გვერდით უნდა იყოფილიყო საქართველოს საერთოდ 5 წუთი დაგვრჩა ბძანეთ ბატონო დათო თუ გინდათ მაშინ არა მე ყოველ შემთხვევაში რუსეთში კრემლში ჩასვლით მეჭიაური ჩავა ბურჯაანზე თუ სხვა რომელიმე პოლიტიკოსი აი ამ საქართველოს რუსეთის ურთიერთობის გადაჭრას და ტერიტორიების დაბრუნებას ვერ ხედავს სამწუხაროდ მადლობა უხედ ბატონო დავით და მე ვთავ უკვე ლიკა ბეკურაშვილის პირდაპირ მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე ამ საკითხში იმიტომ რომ ამ თემამ და ასეთმა მოქმედებებმა გვანახა 2008 წელი, გვანახა 2007 წელი და სხვა იზუბედური წლები, რომლებიც ჩემ თვალწინ ტრიალებდა. მადლობა, მოდით მოусმინოთ ლიკა ბეკურაშვილის დასრულდა პრეზიდენტის სიძის გამოკითხვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში რა კომენტარი გააკეთა თორნიკე უკაცრავად მინდია გოგოჭურმა ლიკა პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ. დიახინგა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში ეს წუთებია დასრულდა მინდია გოგოჭურმა 4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ უწყება ისე დატოვა რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია სამაგიეროდ კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს 28 ივნისს როდესაც მოხდა გოგოჭურის დაკავება ის დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ყავდათ სამართალდამცავებს დაკავებული და მასზე წოლას ჰქონდა ადგილი ასევე როდესაც მან მოითხოვა ადვოკატი აგდებულ როგორც ადვოკატი განმარტავს აგდებული მოპყრობით მოექცნენ სამართალდამცავები არ გადაუყვანიათ გოგოჭური პოლიციის განყოფილებაში და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არც ოქმი არ შედგენილა მინდია გოგოჭურის მიმართ რომელსაც მე ამჟამად ვიცავ ადგილი ქონდა კანონის უხეში დარღვევას კერძოდ იმას რომ 2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მას შეზღუდული ქონდა პოლიციელთა მიერ მიმოსვლის თავისუფლება ეს ნიშნავს იმას რომ იგი იყო დაკავებული პირი დაკავებულ პირს გააჩნია მთელი რიგი უფლებები მათ შორის ადვოკატის ხოლისუფლება განმარტება იმის თაობაზე რომ დუმილის უფლების გამოყენება შეუძლია რომ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ არ უნდა მისცეს ჩვენება შედგენილი უნდა იყოს დაკავების ოქმი გარდა ამისა დაკავებისთანავე დაკავებული პირი პოლიციაში უნდა იყოს გადაყვანილი და ასე შემდეგ არც ერთი ეს მოქმედება არ ჩატარებულა უხეში დარღვევებით არის ეს ყველაფერი განხორციელებული რაც თავის მხრივ იძლევა საფუძველს შეჭრის საფუძველს იმისათვის რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურება რას გულისხმობთ რა შეიძლება იგულისხმოთ ნუ მათ ეხლა დამკავებელი პირებისათვის კარგად იყო ცნობილი მინდია გოგოჭურის პრეზიდენტთან ათესაობის თაობაზე და მათ არც დაუმალავთ როგორც თვითონ აცხადებს დაკითხვის ოფში და ბუნებრივია ესეთი უხეში და აშკარა დარღვევები რაღაც მიზნით უნდა ყოფილიყო გამყიდული. რამე მოთხოვნა ზეწოლაზე ან რაიმე ესეთი ნიშნებაზე. ზეწოლაზე იყო საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და კანონის უღულებელყოფა, როდესაც მან მოითხოვა ადვოკატი მას უთხრეს რომ
თავი ევროპაში ხომ არ გონიაო და ასე შემდეგ და ანუ და მათთვის კარგად იყო ცნობილი პრეზიდენტთან ნათესაობის შესახებ. რა მოხდინარეობს გამოძიება და რა რეაგირება ესწრება? როგორც მიგვითხრეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოხელეების მიერ. კიდევ დაიკითხება. ვინ გამოკითხვა კიდევ იქნება როგორ პეტროფანო რა? ჯერჯერობით არა მეგონის უყოფილად იქნება. ანუ კიდევ ერთხელ რომ გავმართოთ ძირითადად ამ შეხვედრაზე საუბარი იმაზე რომ როგორი უხეში ფორმებით მოხდა პირის დაკავება. ანუ რა შესაძლებელი კანონდარღვევებს ჰქონდა დაკავების დროს ადგილი. ეს მოწყობაზე ანუ ის იყო რომ ადვოკატი ხომ ხო იმდენად უხეში დარღვევები არის სახეზე და ამ იმის გათვალისწინებით მე მოგახსენეთ იმის თაობაზე რომ მას შეეზღუდა ადვოკატის აყვანისუფლება არ განემართა დუმილის უფლება, არ იქნა გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში დაკავებისთანავე, არ იქნა შედგენილი დაკავების სოქმი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი ახლა რაღაც გარკვეულ მიზანს არ მგონია რომ პოლიციისათვის ეს ყველაფერი უცნობია. 28 ივნისს. დიახ. 6 საათის შემდეგ გაატარეს. და ვისი დაკითხვა იგებება ხომ არ იცით? არა, არ ვიცი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ მის ოჯახის წევრზე გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ მინდია გოგოჭურის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. მადლობა, ეს იყო ლიკა ბეკურაშვილი. მე უნდა დავსო უკვე სტუდიაში ბოლო კითხვა, აი ასე ვითარდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში პროკურატურაში სიტუაცია. პრეზიდენტის ოჯახის წევრს კითხავდნენ, სადამდე შეიძლება განვითარდეს პროცესები წინასაარჩევნოდ. როცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყნის პირველი პირებისგან ჩვენ ვისმენთ ასეთი სიმძაფრის განცხადებებს ზეწოლაზე, შანტაჟს. ეს გაგრძელდება მანამ სანამ დაუსჯელები იქნებიან ის პირები, რომლებმაც არაერთ გზის ჩაიდინეს არაერთი დიდი სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის ძალიან ბევრი ეს პირი დღეს თანამდებობის მაღალჩინოსნები არიან და სხვადასხვა ხელისუფლების ორ შტოებში განაწილებულები არიან. ეს გაგრძელდება მანამ სანამ უსამართლობა ქვეყანაში დღესაც ძალადობს და სანამ სამართლიანობა არ აღდგება. ეს გაგრძელდება მანამ სანამ გიორგი პაპუაშვილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ეს გაგრძელდება მანამ სანამ გიორგი პაპუაშვილთან ერთად სხვა დამნაშავე მოსამართლეები არიან ხელისუფლებაში. განსაკუთრებით ის მოსამართლეებს, რომლებსაც ყველაზე გახმაურ საქმეებში მიუძღვით, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სისხლიანი ხელები შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ათეულობით, ასეულობით ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს ციხეებში და ეს ადამიანები დღესაც აგრძელებენ, ესე ვთქვათ, აი ესე ჩაქუჩის დარტყმით სამართლიანობის აღსრულებას, ეს იმ სამართლის, რომელიც იყო სააკაშვილის სამართალი. მადლობა ბატონო დათო, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამთან? ანუ სადამდე შეიძლება განვითარდეს პროცესები? თავდაცვის მინისტრიც უკვე გუშინ აკეთებდა, ჩვენ ვნახეთ ღია ეთერში იგივე განცხადებებს შანტაჟზე, მუხარაზე. ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს მანამ, გავაგრძელებ ბატონის საუბარს, სანამ ეს დაპირისპირებული ადამიანები, პირად სიძულვილზე ორიენტირებული ადამიანები, პოლიტიკურად დაღლილი პოლიტიკოსები არ დატოვებენ აქტიურ პოლიტიკას და მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი 2000 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ჩაწყნარდება. პირიქით გონია, რომ მოხდება პროცესების ესკალაცია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა მგონია, რომ 9 ოქტომბერს მას შემდეგ რაც ქართული ხალხი გააკეთებს გონივრულ არჩევანს, პროცესები ნელ-ნელა წავა უკეთესობისკენ, პროგრესისკენ და დავიწყოთ ქვეყნის განვითარება. დიდი მადლობა, მე მინდა წარმატება გისურვოთ, მადლობას გიხდით, რომ იყავით ჩვენი სტუმრები, დავით ფაცაცია და თამთა შამათავა, თამაზ მეჭაური ერთიანი საქართველოსთვის და გიორგი ვაშაძე ახალი საქართველოს გუნდის ლიდერები, წევრები იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე მათვე მშვიდობები ზუსტად 5 წუთში კი TV პირველის ეთერში დაიწყება ნინო ჟიჟილაშვილის რვიანი მთავარი თემით და საინტერესო სტუმრებით. მე კი გემშვიდობებით პარასკევამდე. ერთმანეთს ხვდებით პარასკევს 2-ზე, 4-ზე და 7-ზე. ხვალ კი უკვე დღის ამბებს ვახოსანაია შემოგთავაზე.